ხოლაშა. დიახ. ხო, როგორ ახარ? რავი, ძალიან ცუდად ხო არა, ძალიან. რატო ხარ? იმიტომ რომ არ დამიტოვეს არაფერი სხვა გზა რა. რა გზა არ დაგიტოვეს? ხო, არაფერი. ყოველდღიურად. მომისმინე ის დამირეკეს და მითხრესო ინტერვიუ მიგიწი. კი, აი რუსთავიოზეც იყო და ყველა ასე აბსოლუტურად. მომისმინე მე მჭედლიშვილები რაშუაშია ლაშა შენ იცნობ მაგათ გინახია? კი, ვიცი, ორი, ერთი და მეორე. საიდან იცი? სურათიდან? არა მარტო სურათიდან. სურათიდან იცნობ? არა მარტო. მომისმინე ლაშა შენ რას გეტყვი? შენ დიდი შენის როჭანე თუ იცი ახლა რა და თავი რო დაიმარხე. ვიცი? ვიცი. იცი? ზადა ხარ ცხოვრებაში გამოწვევებისთვის? რა თქმა უნდა. მომისმინე შენ არ იცნობ ადამიანებს და მათზე ძალიან დიდი ცილისწამებლური განცხადება გააკეთე რა. ძალიან დიდი ცილისწამება და როგორც იყო რეალურად შეიცხოვდნენ საპასუხო მიიღო. შენ ჩემი გუნდის წევრი იყავი და ჩემოლაშა მე მიღალატე შენ. მე თქვენზე არ მიღალატია არასდროს ალბათონია. მე მიღალატე შენ მე. ნუ გუნდურობას შენ პატის პირველ რიგში ესმი შენ. მე მაგათ იმას ვქენი ვინც ვებძოდა ალბათონია. მე თქვენთვის არ მიღალატია არანაირად. მე მიღალატე შენ უტვინო შენ. შენ არ იცნობ ადამიანებს და მაგათზე რუსთავიორ ცენტრს მიეცი ინტერვიუ შტები ხარ შენ მეტი არაფერი რა. მე შენ გნახავ ახლოს. ეხლა მე გავაკეთებ განცხადებას და შენ ეროდია მას რა. სულავი ხარ შენ. შენ ხომ მუშაობ გამგეობაში რა გინდოდა მეტი მითხარი? იმიტომ რომ მიშევდნენ ის ბოლოს. არავინ არ გიშევდა, უთინო რო ხარ კიდევ ერთხელ ამტკიცება. აბსოლუტურად ყოველდღე ანალოგიურ საკითხებზე. მომისვენე, არავინ არ ახდენდა შენზე ზეწოლას. შენ არ იცნობ ადამიანებს, ჭედლიშვილებს, კერძოდ მათზე განცხადება გააკეთე და მე მწხვენია, შენ ჩემ გვერდში რო იყავ ესეთი განცხადება გააკეთე. დანარჩენს რო გნახო პირადად გეტყვი.